მატილდა გვარლიანი საქართველოს სახელმწიფო პოდიუმზე, როცა ის პოდიუმზე გამოდის, კამერები ჩერდება. როცა ის კამერას უყურებს, ვოგის გარეკანი იქმნება. ის არის პირველი ქართველი მოდელი, რომელიც გამოვიდა ვიქტორიას სიკრეტის შოუზე. მისი სახელი მატილდა გვარლიანია და მისი გზა მთელ მსოფლიოში შთაგონებს. მატილდა 2004 წელს საქართველოში დაიბადა. 12 წლის იყო, როცა მოდელობაზე ოცნება ხმამაღლა თქვა, მინდა ვიყო მოდელი, მაშინ ეს არ გამოვიდა. მაგრამ დაბრუნდა 2 წელიწადში. მზად, თავდაჯერებული, ჩუმად, მაგრამ თვალებში ცეცხლით. პირველი ჩვენება, ლუი ვიტონი. შემდეგ, დიორი, გუჩი, შანელი, მაქს მარას ჩვენებები. 15 წლის ასაკში უკვე საერთაშორისო გადაღებები ჰქონდა. 2022 წელს Vogue ნიდერლანდის პირველი გარეკანი. 2024-ში მეორე. და ბოლოს მან შეძლო შეუძლებელი, ის გახდა პირველი ქართველი, ვინც გავიდა ვიქტორიას სიკრეტის პოდიუმზე. რადგან მასში არის სტილი. მასში არის სიმკაცრეც და სიტბოც. ის დადის თავდაჯერებულად, მაგრამ ღირსეულად. ბრენდებს სჭირდებათ არა მხოლოდ ლამაზი სახე, მათ სჭირდებათ ამბავი. და მატილდას ამბავი ნამდვილია. ის არასდროს ივიწყებს, საიდან მოდის. მინდა რომ ყველა ქართველმა გოგონა მიცოდეს, ეს შესაძლებელია, საზოგადოებრივ ღონისძიებებზე ვარსკვლავია. საკუთარ ქვეყანაში მაგალითია. სკანდალების გარეშე. ხმაურის გარეშე. მხოლოდ სტილი. მხოლოდ შრომა. მატილდა გვარლიანი, ეს არ არის უბრალოდ სახელი. ეს არის სახე. გზა. სიამაყე. ეს არის გოგონა, რომელმაც კარი გააღო. და მის გზას ბევრნი გაყვებიან,